საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანების უდიდეს ნაწილს და საქართველოს ფარგლებს ყოფ ადამიანთა შორის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა განურჩევლად რატომღაც უყვარდათ ეს ადამიანი. რატომ? რატომ უყვარდათ? მოდი აბა შენი ცხოვრე ესე რომ ასე შეგიყვარო. აბა მოდი. უმთავრესი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ მას ჰქონდა ქრისტეს დარი მიმტევებლობის, გულმოწყალების და ადამიანის სიყვარულის უნარი, რომელიც იყო არა ადამიანური, არამედ ღვთაებრივი. არ როგორც დღეს საიდუმლო ლოცვებში აღმოვიკითხეთ, როცა ვეზიარებით, რას ვითხოვთ, რომ ქრისტე დამკვიდრდეს ჩვენში და ვიქცეთ ჩვენ სულიწმინდის ტაძრად. აი ასეთი იყო და იმიტომ ჰქონდა მას ქრისტეს დარითვისებები, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ გვაქვს გონება ქრისტესი, ჩვენ ვზრახავთ ვითარცა ქრისტე, ჩვენ სული ქრისტესი გვაქვს. ქრისტე ცხოვრობს ჩვენში, ქრისტე ჩვენი სიცოცხლეა. აი ეს იყო რეალიზებული ამ ადამიანში. და როცა ჩვენ არ გვესმის ამგვარი გულმოწყალება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რო დავბადებულიყავით ქრისტეს დროს, დავიწყებდით, კაცო, რატო ზის და რატო შედის ქრისტეს სახში მეზვერეებთან. ეხლა მეზვერე ვინ არის? მეზვერე არის ოკუპანტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში მქონე პირი, თანამშრომლობს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ეს არის მეზვერე, რომელიც ოკუპანტის სახელმწიფოს მიერ მოცემულ საკმაოდ დიდ ხელფას არ ჯერდება და გადასახადებს რო კრებს იმათ კიდე იმაზე მეც სართმევს ვიდრე რომის იმპერიამ განუწესა და იმით კიდე დამატებით ვდიდდება. მერე ვიღაცამ შეიძლება თქვას ეგება რელიგიურად იყვნენ ან რაღაცა არა, რატომ იყო ნახეთ როგორ არის ქრისტე რო შედის და ამას მე აყვედრიან მეზვერეებთან და მეძავებთან ერთად ჭამს და სვავს. ანუ სადაც იყვნენ მეზვერენი, ქვი იყვნენ მეძავნიც. რატომ? იმიტომ რომ უზნეოდ ცხოვრობდნენ. ანუ ჯოჯოხეთი იყო მათ გარშემო. უფალი მათთან მიდის, მათ უქადაგებს, მათ სიყვარულით ექცევა და მათთან ერთად ჭამს და სვავს. ჩვენ რო ყოფილიყავით იქ, როგორ შევაფასებდით ქრისტეს ამ საქციელს? რა უნდა იმათა, კაცო? ჩვენ არ გველაპარაკებ მაგერ ფარისევლებს, რომლებიც ასე წმინდა ცხოვრობს. იმათან რა უნდა? ეს ვინ არის საერთოდ? და ჯვარცმული ავაზაკს იყო საერთოდ, ჩვენ რო იქ ვდგარიყავით ღვთისმშობელთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად, წარმოგიდგენიათ და გაგვეგო ეგ სიტყვები კაცის მიმართ, რომელ კაცსაც ჩვენ ვიცნობდით, თუ აი ქვეყნის ამომგდები რომ იყო და ჩვენ გვეცოდინებოდათ პერსონალურად ის ადამიანები, რომლებიც იმან გააუბედურა, მოკლა, გააუპატიურა, ოჯახები გააღატაკა, საშინელებებს ჩადიოდა. და ეხლა სამართლიანად კვდება და როგორც დამნაშავე და უცებ გვესმის ქრისტეს სიტყვები, შენ დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში. ამას დავიტევდით ჩვენ? ამას გავიგებდით ჩვენ? ვერ გავიგებდით, ვერ დავიტევდით.